მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება თავად ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა. ზუსტი დრო არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მის გუნდს დაავალებს უცხოპლანეტელებისა და არაიდენტიფიცირებული მფრინავი ობიექტების შესახებ ამერიკის მთავრობის განკარგულების ქვეშ არსებული საიდუმლო დოკუმენტები ფართო აუდიტორიას გააცნონ. უდიდესი ინტერესის საფუძველზე მე ვავალებ ომის მინისტრსა და სხვა დეპარტამენტებს თუ სააგენტოებს დაიწყონ იმ სამთავრობო დოკუმენტების იდენტიფიცირება და გასაჯაროება, რომლებიც უცხოპლანეტელებსა და არამიწიერ სიცოცხლეს ეხება, ისევე როგორც არაიდენტიფიცირებულ საჰაერო ფენომენებს. ამოუცნობ მფრინავ ობიექტებსა და ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც ამ უკიდურესად კომპლექსურ, საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. უფალმა დალოცოს ამერიკა. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ერთგვარი პასუხია ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დემოკრატი ბარაკ ობამას ბოლო ინტერვიუზე, სადაც მან აღნიშნა, რომ უცხოპლანეტელები მართლაც არსებობენ, თუმცა მას ისინი პირადად არ უნახავს. დონალდ ტრამპმა ობამას ბრალი დასდო იმაში, რომ ყოფილი ხელისუფალი კლასიფიცირებულ ინფორმაციას ასაჯაროებს, რასაც დიდი შეცდომა უწოდა. კითხვას არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები, თავად ტრამპმა უპასუხა, რომ არ იცის. ამ გახმაურებული ფენომენის ირგვლივ საზოგადოებრივი ინტერესი არ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მთელ მსოფლიოში დიდია. ნაწილობრივ მისი გასაიდუმლოებული ბუნების, ნაწილობრივ კი ჰოლივუდური გავლენების დამსახურებით. 2017 წელს საზოგადოებრივმა ინტერესმა საკითხის ირგვლივ იმატა. მაშინ, როდესაც ამერიკის სამხედრო ავიაციის მფრინავების ანგარიშები გასაჯაროვდა უცნაური მფრინავი ობიექტების შესახებ. ეს პენტაგონის საიდუმლო პროგრამას უკავშირდება. ამ საკითხზე 50 წლის მანძილზე პირველი მოსმენა ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესშიც 2022 წელს. უკვე 2024 წელს კი პენტაგონმა ოფიციალურად დააფიქსირა, რომ არ აქვს უცხოპლანეტაზე სიცოცხლის დამადასტურებელი მტკიცებულებები და რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების დიდი ნაწილი უბრალოდ ობიექტებია.